დიდი ბრიტანეთი ყველა პარტნიორს, მათ შორის საქართველოს მოუწოდებს რუსული ჩრდილოვანი ფლოტის მეშვეობით იმპორტის აღსაკვეთად ძალისხმევა გააძლიერონ. მიმდინარე კვირას გაერთიანებულმა სამეფომ და ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესების შესახებ განცხადება გააკეთეს. როგორც საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩოს მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, სანქციების მთავარი სამიზნე ნავთობის რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლებია, რომლებიც რუსეთისთვის უკრაინაში ომის საწარმოებლად კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ამ დრომდე გაერთიანებული სამეფოს სანქციები რუსული ნავთობის წარმოების 83%-ს მოიცავდა. დიდი ბრიტანეთი აცხადებს, რომ რუსეთის სიდიდით მეხუთე, მეექვსე და მეშვიდე უმსხვილესი ნავთობ კომპანიების დასანქცირებით არჩენილ 17%-საც უახლოვდება. მიმდინარე კვირას გაერთიანებულმა სამეფომ და ევროკავშირმა განცხადება გააკეთეს რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესების შესახებ. სანქციების მთავარი სამიზნე რუსული ნავთობის რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლებია, რომლებიც რუსეთისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია ომის საწარმოებლად. გაერთიანებულმა სამეფომ უკვე დააწესა სანქციები რუსეთის 4 უმსხვილეს ნავთობ მწარმოებელ კომპანიაზე. ამ კვირაში დამატებითი ნაბიჯები გადაიდგა იმისათვის, რომ რუსული ნავთობი ჩაიხსნას გლობალური ბაზრიდან და სანქციები დაუწესდათ კიდევ 4 ნავთობ მწარმოებელს და მათ ქსელებს, რომლებიც ხელს უწყობენ რუსული ნავთობით უკანონო ვაჭრობას. მოუწოდებთ ყველა პარტნიორს, მათ შორის საქართველოს გააძლიერონ ძალისხმევა რუსული ჩრდილოვანი ფლოტის მეშვეობით იმპორტის აღსაკვეთად. ჩრდილოვანი ფლოტი არა მხოლოდ სანქციების გვერდის ავლას ცდილობს, არამედ უგულებელყოფს უსაფრთხოების და გარემოს დაცვის სტანდარტებს, რაც სერიოზულ საფრთხეს უქმნის საზღვაო უსაფრთხოებას. ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს შეძლებს დაიცვას საკუთარი ენერგოუსაფრთხოება რუსულ ნავთობზე მზარდი დამოკიდებულების შემცირებით, რომელიც 2022 წლის შემდეგ კიდევ უფრო გაიზარდა და ამით ხელს შეუწყობს რუსული ომის მანქანისთვის შემოსავლების შემცირებას. რუსეთი არ არის სანდო ენერგოპარტნიორი, ხოლო ენერგიის წყაროების დივერსიფიკაცია გააძლიერებს საქართველოს ეკონომიკურ მედეგობას. გუშინ ცნობილი გახდა, რომ დიდმა ბრიტანეთმა 4 უმსხვილეს რუსულ ნავთობ კომპანიას სტატნეფტს, რუსნეფტგავსა და NNK-ს სანქციები დაუწესა. შეზღუდვები რუსეთიდან სულ 24 ფიზიკურ და იურიდიულ პირს შეეხება. 21 ოქტომბერს სააგენტო როიტერმა ინფორმაცია გაავრცელა, რომლის მიხედვით რუსულმა კომპანია რუსნეფტმა 2025 წლის ოქტომბერში საქართველოში შავი ზღვის სანაპიროზე ყულევში ახალაშენებულ ნავთობ გადამამუშავებელ ქარხანას ნავთობის პირველი პარტია მიაწოდა. მომდევნო დღეს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა დაადასტურა, რომ ყულევის ნავსადგურში რუსეთიდან პანამის დროშის ქვეშ მცურავი მომავალი კაიზერი შემოვიდა. უწყებამ თქვა, რომ გემის მფლობელ კომპანიაზე, ტვირთის გამომგზავნ და მიმღებ კომპანიაზე საერთაშორისო სანქციები არ ვრცელდებოდა. შემოსავლების სამსახურის თქმით, ხომალდი ერთ-ერთი რუსული კომპანიიდან გამოგზავნილი იმპორტის საბაჟო პროცედურებში მოქცევისთვის განკუთვნილი 100,000 ტონამდე ნედლი ნავთობით იყო დატვირთული და საბაჟო კონტროლის პროცედურების განხორციელების მიზნით ტვირთი დროებითი შენახვის საბაჟო საწყობში ჩამოცალეს. შემოსავლების სამსახურმა კომპანიების სახელწოდებებისა და საგადასახადო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის გავრცელებისგან თავი შეიკავა. ყულევში ნავთობ გადამამუშავებელი ქარხნის ოპერატორი და პროექტის ავტორი კომპანია Black Sea Petroleum-ია, რომლის დამფუძნებელი ბიზნესმენი მაკა ასათიანია. ქარხნის პროექტის პრეზენტაცია 2024 წლის 22 ოქტომბერს გაიმართა, რომელსაც მთელი მთავრობა და თავად მაკა ასათიანიც ესწრებოდნენ. ქარხნის დაფინანსებაში სახელმწიფოს კუთვნილი საინვესტიციო ფონდი, საქართველოს განვითარების ფონდი მონაწილეობდა. ფონდის თანამონაწილეობა 5 მილიონი დოლარი იყო, ხოლო კომერციული ბანკების, ბანკი ქართუს, ბაზის ბანკისა და ხალიქ ბანკის დაფინანსება 45 მილიონი დოლარი.